უბრალოდ მავთუხლარ თემი. ცხინვალის რეგიონში. ბატონი მერაბი შემოიყვანეთ თუ შეიძლება. ბატონო მერაბ, მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე. მერაბ რატიშვილი, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბატონო მერაბ, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით ბატონო. განცხადებები ბიბილოვის თქვენ როგორ შეაფასებთ ამ განცხადებებს და იმ გამოწვევებს როგორ შეაფასებთ, რაც საქართველოს წინაშეა ეხლა ამჟამად? და რა სიტყვით, რა წესრიგის ფორმატირება ხდება მსოფლიოში? აი, გაქვთ აბსოლუტურად საშუალება, რომ გამოხატოთ თქვენი აზრი. მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ბიბილოვის განცხადება საქართველოს მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჩავარდნაა პირდაპირ მნიშვნელობით. პირველ რიგში შეიძლება საშინაო პოლიტიკისა, რადგან ცხინვალში ვერ დაინახეს ქართული სახელმწიფოს პროგრესი. პრინციპში რა უნდა დაინახათ? სააკაშვილის მმართველობის დროს გასაგებია, რაც დაინახეს და რაც მოხდა, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაინახეს მოსახლეობის გაღარიბება, დაბალი პენსიები, პრაქტიკულად 30% ქვეყნიდან გასული ხალხი სამუშაოს და ლუკოპურის საგზებნელად და ამიტომ დაინახეს ეს ბატონური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ ხელისუფლების მხრიდან, რასაც ქვია ადმინისტრაციულ ჩინოვნიკური ფეოდალიზმი. და თუ ახალი ფეოდალის თუ ფეოდალები უნდათ, აგერ უფრო ჩვენზე მდიდარი ფეოდალი არის ჩრდილოეთში. და რაღაცარი ფეოდალთან იყოს. და ამიტომ მე არ მიყვარს მათი განცხადება. პრინციპში არც თქვენ უნდა გაგიკვირდეთ თუ სწორად აფასებთ იმ მდგომარეობას, რომ არა, მე მიყვირს, იმიტომ რომ ეხლა ამ ეტაპზე მისი განცხადება რუსეთის ხელისუფლებაში აღქმულია როგორც სულელური განცხადება პირდაპირ გეუბნებით. მე დღეს მქონდა ინტერვიუ ნიკოლაი გვარი დამავიწყდა, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, ერთ-ერთ სერიოზულ პოლიტოლოგთან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მისი განცხადება აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან და ეს არის მხოლოდ საარჩევნოდ განპირობებული განცხადება. ეხლა მე გეტყვით, რომ პრინციპში ეს გაჟღერდა პირველი 2 დღე მედიაში, მაგრამ მე თითქოს გაქრა ეს თემა საერთოდ მედიიდან რუსეთში. მაგრამ მე იმაზე ვაკეთებ აქცენტს, რომ ბიბილოვის განცხადება მე გამკვირვებია და არც თქონდა გაკვირვებოდეთ. მე მაგას ვამბობ. და ის რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად გადააბარა ტერიტორიული მოგვარების საკითხს ნიკოლაი სილაევმა, რომელიც არის გიმოს უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორია გიმოსი. საკმაოდ სერიოზული ავტორიტეტული ფიგურა არის რუსულ პოლიტიკურ წრეებში. ჯერა ეს, მაგრამ მე პასუხობ იმ კითხვაზე, რომ ესე იგი მათი აღქმა ერთია, მაგრამ ცხინვალში მაცხოვრებლების აღქმა მეორეა. ისინი რა თქმა უნდა მათ უпростоრად ჩვენ უნდა ველაპარაკოთ, ვესაუბროთ და არა სხვა, მაგრამ ჩვენ მათთან დიალოგი არ აქვს. აი ეს არის პრობლემა. გასაგები. ტერიტორიული საკითხების მოგვარება გადავაბარეთ ჩვენ პარტნიორებს და გასაგები, ამ თემიდან გადავიდეთ შემდეგ თემაზე, საქართველოს ხელისუფლების თანამედროვე გამოწვევები ამ სიტუაციაში, როდესაც საქართველო არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინა ცდილობს ჩაითრიოს საქართველო და გახსნას მეორე ფრონტი აქ და ყველანაირი განცხადებები იცით, მე აღარ ჩამოყვები ამ განცხადებებს. თქვენი შეფასება როგორია? საერთოდ მეორე როლის მიღება ყველას არ მოსწონს და ჩვენ არ გვჭირდება ახლა უკრაინა 2 გავხდეთ. აი საქართველოს ერთი შეიძლება ყოფილიყავით, თუმცა დაიფაროს ასეთ სიტუაციაში. რაც უნდა და მიშას და გახდა მაშინ 2009 წელს საქართველოს 1. და რაც მივიდეთ ვნახეთ. ამიტომ
ის რომ მზადდებოდა დიდი ხნის მანძილზე და ამზადებდა დასავლეთი უკრაინას როგორც შესაწირ ზვარაკს ჩვენ ნახეთ და ამაზე სხვათა შორის მადრიდს გვისაუბრია მაგრამ მე არ ვფიქრობდი იმას რომ უკრაინელები ჩვენზე უჩქუები აღმოჩნდებოდნენ ვიხმარ ამ სიტყვას მე თავისუფალი ადამიანი ვარ რა შემთხვევაში ხო მაგრამ შეურაცხყოფა გამოდის ერის მთლიანად უკრაინელი ერის და არ არის სწორი ერი რომელიც ირჩევს მასხარებს თვითონ აირჩიეს მასხარა და აღმოჩნდნენ მაგ სიტუაციაში ჩვენ ავიჩიეთ მასხარა და მივიღეთ 2008 წელი აი იგივე ვერ ხედავთ ანალოგებს ვერ ხედავთ კავშირს და ზუსტად იგივე განხორციელდა ახალი კიდევ დიდი მასშტაბით როგორ ფიქრობ ეს განცხადებები რომელიც უკრაინის ხელისუფლების თითქმის ყველა შტო აკეთებს უკვე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დგას თუ არა ამის უკან გარდა ნაციონალური მოძრაობისა და უკრაინის ხელისუფლებისა კიდე ვინმე რა თქმა უნდა ამის უკან დგანან ის ძალები ვინც მოამზადეს უკრაინა და შეაგდეს ამ რომ იტყვიან საბრძოლო ფეჭში ღუმელში და იგივე უნდათ საქართველოსზე რომ რაც შეიძლება მეტი ეძახონ პუტინს რომ ის არის დამნაშავე ის არის აგრესორი და ასე შემდეგ რომ რაღაცაზე დაიყოლიონ მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა გამოუცხადეს უკრაინის ხელით რუსეთს რომ ეხლა გამოაცხადეს სანქციები მისი დასჯა დაიწყო დაუყადაღეს აქტივები შეერთებულ შტატებში როგორც სარეზერვო ფონდი და ასე შემდეგ მაგრამ მოხდა ისე რომ ხლა პუტინი ძიუდოისტია და კონტრილიაცე წამოიკიდა გასაგები რომ 650 მილიარდი რაც დაუყადაღეს ტრილიონ 200 მილიარდი პრაქტიკულად ქონება წაართვა დასავლეთს რაც აქვთ რუსეთში ენერგეტიკულ სექტორში მათ შორის ეს აქციები და უამრავი აქტივები ამიტომ ვინ არის გამარჯვებული ჯერ რომ იტყვიან შემოდგომაზე ითვლიან ციცილებს და მე მგონი ეს პროცესი შემოდგომამდე დამთავრდება ჩემი აზრით დასავლეთი განსაკუთრებით ევროპა ვერ გაუძლებს ამ სანქციებს იმიტომ ეს სანქციები აღმოჩნდა კონტრსანქციები რუსეთის მხრიდან არა მარტო გადახდაზე აქ მონეტის გადახდა რუბლში გადახდა ენერგორესურსების არამედ თვითონ იმ დღეში როგორიც აღმოჩნდნენ რამდენი საწარმო დაიხურა ძალიან ცნობილი საწარმოები გერმანიაში და გერმანიაზე დგას ევროპის ეკონომიკა როგორც ასეთი და გაუძლებენ ამას პრაქტიკულად არა მარტო ენერგორესურსები დღეს ხორბლის ფასია ევროპაში უკვე $70 უკვე გაზაფხულის ბოლოს იქნება ალბათ $600 და შემოდგომაზე $800-მდე შეიძლება მიაღწიოს ეს პროგნოზებია ექსპერტების და რუსეთმა შეაჩერა ხორბლის და ქერის და ასე შემდეგ მიწოდება ევროპას ალო აღარ ისმის ბატონო მერაბის ხმა ალო დიახ კი მთავარი მიმწოდებლები იყვნენ უკრაინა და რუსეთი ხორბლის მზესუმზირის და ასე შემდეგ და უკრაინას რომ მოსავალი არ ექნება წელს ესეც ხო გასაგებია რუსეთმა შეაჩერა მაღალი საექსპორტო ტარიფები დააწესა აქციზები რომ ხორბალი არ გავიდეს რუსეთიდან იმიტომ რომ ემზადება რომ აჭამოს უკრაინას რომ უკრაინა დარჩა ხორბლის გარეშე და დარჩება მოსავლის გარეშე ამიტომ თუ ვინმე დაზარალდება უკრაინის გარდა პირველ რიგში დაზარალდება ევროპა მაგრამ თუ ვინმე მოიგებს ამ თამაშით ეს იქნება შეერთებული შტატები მაგრამ ის დაკარგავს ძველ პოზიციებს იმდენად რამდენადაც თავისი ხელით შექმნეს ალბათ არ ვიცი ეს ვერ გათვალეს თუ რა მოვიდათ თავისი ხელით შექმნეს ახალი რეგიონალური ვალუტა რუბლის სახით და ეს რეგიონალური ზონებად სავალუტო ზონებად დაიყოფა იქნება შეერთებული შტატების დოლარის ზონა ევრო თუ დარჩა ევროკავშირი იმ ფორმატში რომელიციც არსებობს შეიძლება შეინარჩუნოს ეს ევრო იქნება რუბლის ზონა
ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები და შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის პირველი კანდიდატურა შეიძლება იყოს უნგრეთი და ასევე ჩინური იუანის ზონა. ეს პრაქტიკულად არის გადანაწილება უკვე არა მარტო სავალუტო ზონების, არამედ გავლენების ზონებიც. გასაგებია, ბატონო ვერა. სამწუხაროდ გააძლიერეს რუსეთი, ეს მინდოდა მე. გასაგებია. დიდი მადლობა, თქვენი აზრი მინდა რომ ალტერნატიული აზრიც ისმოდეს, როგორც თურქეთიდან მქონდა ჩართული ავღანეთიდან, ასევე თქვენც ჩაქრეთ. მე ვიცი რომ განსხვავებული აზრი საქართველოში არ მოსწონს. ხო, მაგრამ ჩვენ განსხვავებული რეალური პოლიტიკა საჭიროებს განსხვავებულას. სხვანაირად ჩვენ ვერ მივახცევთ რეალურ ინფორმაციას ვერ დავინახავთ და ეს ღალატია ქვეყნის, როდესაც რეალურ ინფორმაციას არ ფლობთ, გონია რომ ერთ ხარეს რაღაცა, რასაც გვიყვებიან, იმას ვიჯერებთ და სინამდვილეში არ გვაქვს რეალური ინფორმაცია. ამიტომ ქვია ამ გადაცემას რეალური პოლიტიკა. მადლობა ბატონო მერაბ, დაგემშვიდობებით, მე სტუმართან გადმოვდივარ სტუდიაში.